მივიყვებით ნარიყალას შესახებ ლეგენდას. ეს ამბავი ხდება მე-19 საუკუნეში. გაინტერესებს მამამ რატომ მოკლა თავისი ასული ამ კოშკზე. ნარიყალას მრავალი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი სპარსელების თავდასხმას ასახავს. ერთხელ გაზაფხულის პირზე ციხეს დიდძალი მტერი მიადგა. ციხეში მყოფ მეომრებს სარდლობდა სახელგათქმული გმირი მანუჩა დიღმელი. ას დღეღამე ებრძოლებოდნენ ქართველები. ერთ დღეს მტრის ჯარის მეთაურმა შეამჩნია მანუჩას ქალიშვილი, რომ გულხوارად ლოცულობდა ამ გალავანზე თავის ქვეყნისთვის. ჯარის მეთაურს ძალიან შეუყვარდა მანუჩას ასული. ჩუმად შეიპარა ციხეს სიმაგრეში, მივიდა და თავის შესახებ უამბობდა მათ შორის სპარსელების გეგმის შესახებ. როდესაც მანუჩამ გაიგო, ძალიან გასეცხრდა, ამოიღო ხმალი და ორივეს თავი მოჰკვეთა. გალავნიდან გადმოაგვო. მანუჩამ თქვა, მოღარატე ქალს რას მიცემ, ვინც თავისი ხალხის ერთგულება არ იცის, ის მზის დანახვის ღირსიც არ არის. მოძალადეები გაიხსნენ. მისი შვილი მოკლა და ჩვენი ჯარის მეთაურე და აბა ჩვენ დაგვინდობს. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დალაიკე და გააზიარდა. შემდეგში კიდევ მე ვიდეოს დავდებთ.